ამ ვიდეოში ნახავთ ჩემს setup-ს და ნახავთ ახალ მაგიდას, რომელიც არის რეგულირებადი. ეს არის ჩემი პირველი რეგულირებადი მაგიდა, რომლის დაყენებაც სასურველ ზომაზეა შესაძლებელი. აი ეს ღილაკები კი ზუსტად ზომის რეგულირებაში გამოიყენება. არის ორ მაგიდას სქელები და უძლებს 80 კილოგრამამდე დატვირთვას, რაც სრულებით საკმარისია. კორპუსი საკმაოდ მყარია და ხარისხიანი. აქვე აქსესუარად ჭიქი შესაძლებიც აქვს. რაც შეეხება ჩემს მონიტორს, ვიყენებ Dell-ის ultra-sharp მოდელს, არის 32 ინჩიანი და აქვს 4K გამოსახულება. რეგულირება შეიძლება სასურველ ზომაზე და რაც თავარია, აქვს ძალიან გამოსადეგი პორტები. მაქვს Edifier-ის დინამიკები, რომელიც ამ ფასში არის იდეალური მოდელი. აქვს როგორც კაბელით დაკავშირება, ისე Bluetooth-ით. ხმის კონტროლი კი შეიძლება როგორც ღილაკებიდან, ასევე ცალკე პულტით. MacBook-ისთვის ვიყენებ ესეთ სტენდს, რომელიც iPlus-ში ვიყიდე, არის 360 გრადუსიანი, სრულად მეტალის კორპუსია და საკმაოდ გამძლეა. ძალიან მარტივად შეგიძლიათ სასურველ ზომაზე დააყენოთ. რაც შეეხება MacBook-ს, მაქვს 14 ინჩიანი Pro მოდელი, 32 GB-იანი ოპერატიული და 1 TB-იანი მეხსიერებით. მოძველდა, მაგრამ მაინც ძლიერი პროცესორია დღემდე. ვიყენებ Magic Keyboard-ს, იმიტომ რომ ჩემთვის აქვს მინიმალისტური დიზაინი და არ მიყვარს ზედმეტად გაატვირთული და მახინჯი კლავიატურები. ეს კი არის მაუსების მაუსი MX Master 3S-ი, დიდი რეკომენდაცია ჩემგან ამ მაუსს, რადგან ხელში ძალიან კარგად თავსდება, ბევრი მოქმედებითი ხილაკი აქვს, რაც საქმეს ბევრად სწრაფად აგვარებს. პატარა ნიუერი შტატივებს ვიყენებ, არის სამდონიანი და მაგიდაზე დამაგრება ძალიან მარტივად ხდება. ხშირად ტელეფონისთვის ან თუნდაც კამერის დასამაგრებლად შტატივი რომ არ გქონდეს იდეალური ვარიანტია. ეს პატარა განათებები დინამიკს უკან დაუმაგროთ და მცენარეც გონი უხდება აქაურობას. ასევე აუცილებელია ხარისხიანი სკამი, 200 ლარამდე გადავიხადი ამ სკამში და ძალიან არ მეგონა რომ ამ ხარისხს მივიღებდი ამ სკამისგან. მოკლედ, ასევე დიდი რეკომენდაცია ამ ბრენდს ჩემგან. მაქვს ასევე სტუდიური განათებები, რომელიც ვიდეოგრაფისთვის და ფოტოგრაფისთვის ძალიან აუცილებელი რამეა. თავისი softbox-ის სტატივებით, ეს კი არის პატარა pocket განათებები, რაც ძალიან მარტივად გამოსაყენებელია. ამასობაში ტემუს ამანათიც მოვიდა, მოგესწრებათ ძალიან მიყვარს ლამპები და სულ რაღაც 35 ლარად გამოვიწერე ესეთი ძალიან ლამაზი განათება. სამდონიანი ნათება აქვს და USB-ით შეგიძლიათ დააკავშიროთ Dell-ში. ეხლა კი დროა მივალაგოთ მაგიდა, ესე გამოვწმინდა, დავალაგებ განათებებს და ვსო. ეხლა მოვჩი ვიდეოს გადაღებას, მთელი დღე ამ ვიდეოს ვიღებ. გარდა ამ ვიდეოს გადაღებისა მქონდა ძალიან ბევრი საქმე, ხელოსნები, გადაღებები და ასე შემდეგ. და იმედია მოგეწონებათ ეს ვიდეო. ეს არის ჩემი პირველი მაგიდა, რომელიც რეგულირებადია და ისე ძალიან მომწონს. მოკლედ ძალიან დიდი რეკომენდაცია ამ მაგიდას ჩემგან, იმიტომ რომ საუკეთესო ხარისხია. ყველაზე მეტად რაც მომწონს ის არის, რომ არის ორ მაგიდას სქელების, სულ ესეთი მაგიდა მიდოდა და პირველად ნახე საქართველოში, რომ რეგულირებადი ყოფილიყო და თანაც ორ მაგიდას სქელებით. მოკლედ მაგიდას დიდი რეკომენდაცია. ჩემი განლაგება მაგიდაზე იმედია მოგეწონათ. განათებაც ტემოდან გამოვიწერე, ეგეც გაჩვენეთ, დინამიკებს და დანარჩენ პროდუქციას კი ხედავთ. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. დროებით.